დიახ, გიორგი, ახლა უკვე თქვენ ხედავთ ვითარებას, როდესაც კარვის გაშლის მცდელობა დასრულდა ისე, რომ პოლიციელებმა ეს კარავი შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეების თვალწინ დალეწეს, მათ მიაწვნენ, ძალიან ბევრი პოლიციელი შეიკრიბა და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს გზის იმ ტროტუარიდან, სადაც აპირებდნენ კარვის გაშლას, სწორედ ამას მოყვა უკვე სიტყვიერი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. ეს კარავი უნდა დადგმულიყო აქ მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტიკური პატიმრების მხარდასაჭერად, თუმცა როგორც კი ამის მცდელობა ჰქონდათ აქციის მონაწილეებს, ჩვენმა მაყურებელმა ნახა პირდაპირ ეთერში, რამდენად ბევრი პოლიციელი გაჩნდა უცებ ადგილზე და როგორი ძალის გამოყენებით გადაიტანეს, დაალეწეს მოქალაქეებს თავზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა ეს კარვის კარკასი და სამწუხაროდ ეს პროცესი ვერ შედგა. ახლა პოლიციელებთან არიან მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ მიიღონ პასუხები, რატომ ირღვეოდა კანონი, რატომ თვლიან, რომ კანონი ირღვეოდა და ასევე ირაკლი დგებუაძესთან დაკავშირებით ჰქონდათ პოლიციის უფროსთან კითხვები, თუმცა გრიგოლ ბესელიამ არც ერთ კითხვას არ უპასუხა, მან თქვა, რომ ჟურნალისტებთან ლაპარაკი არ სურს. გიორგი კირთაძეს ვხედავ ახლა მე ჩვენთან ერთად. გიორგი, სულ ცოტა ხნის წინ ნახეთ საკმაოდ ისეთი დაპირისპირება, მწვავე დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. ძალიან დაძაბული ვითარება შეიქმნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ტროტუარზე უნდათ კარვის დადგმა და მე გამახსენდა, რომ ძველ ბათუმში რომ გაიაროთ ტროტუარი რესტორნებსა და კაფეებს, ფაქტობრივად გადაკეტილი აქვთ მაგიდებით და სკამებით და აქ ფეხით გასავლელიც რჩებოდა. კარავი რომ გაშლილიყო. ვერ მივიღეთ პასუხი, რა კანონი ირღვევა. რას ნიშნავს ეს მათი მხრიდან ამ კარვის დალეწვა შეიძლება ითქვას? ხო, კორპუსები აშენებული ბათუმის ტროტუარებზე. აქ ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდით თორნიკე რიჟვაძის რაღაცა ფანჯრების წინ მათ არ სურთ ნახონ კარავი, სადაც ჟურნალისტები, არ ვიცი, მზია ამაღლობელის სხვა მეგობრები აქ უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და მართავენ რისთვის? ერთადერთი მოთხოვნით, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა იქნეს დაცული, შევიდეს მასთან ექიმების კონსილიუმი, ვიცოდეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობისგან. ეს ვერ აიტანა, არ ვიცი, ეს იქნება დათო რიჟვაძე, ბესელია, დგებუაძე, თორნიკე რიჟვაძე თუ სხვებმა. ესე არ გამოვა. ამ ადამიანებს ყველაფერი არ გაუვათ. ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში მეორადი მოქალაქეები არა ვარ, ჩვენ და ვართ ბევრად უფრო მეტი ვიდრე არიან ესცენი. და ამას აუცილებლად ნახავენ. კარავიც იქნება, მზიაც იქნება, ჯანმრთელი და თავისუფალი ყველა პოლიტიკური პატიმარი და ამათაც მოუწევთ სახლში წასვლა ყველას ერთად. მადლობა გიორგი კირთაძეს უსმენდით. მე ვეცდები ახლა რომ ეთერ თურაძე ვიპოვო, ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი, რომელსაც პირადად ჰქონდა დაპირისპირება გრიგოლ ბესელიასთან და სხვა პოლიციის მაღალ ჩინოსნებთან, მას ჰქონდა კითხვები მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, თუმცა ამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო და საკმაოდ მწვავე დაპირისპირება გამოვიდა. სამწუხაროდ ეთერს ვერ ვხედავ, არ არის ეთერი ამ წუთში აქ, თუმცა მას ჰქონდა ძალიან მძიმე დაპირისპირება პოლიციელებთან და პოლიციის ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსანმა მას უთხრა, რომ იმ დღეს, როცა ხმის გარეშე ვადევნებდი, თვალს არც არის გასაკვირი, რომ ეთერი წინახაზე იყოს ამ აქციის მიმდინარეობის ბათუმელების ნეტგაზეთის დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელი რედაქტორების განწყობა და დამოკიდებულება ყველასთვის გასაგებია ამ წუთებში და ამ დღეებში, როდესაც მათი უახლოესი მეგობარი, მათი თანამებრძოლი, ჩვენი კოლეგა ჟურნალისტი, აგერ უკვე მე-18 დღეა შიმშილობს და უსამართლო პატიმრობაში იმყოფება. ჩვენ კადრში დავტოვებთ ბათუმში მიმდინარე ამ საპროტესტო აქციას. კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაზუსტოთ, რომ იქ იყო მცდელობა, რომ კარავი გაეშალათ აქციის მონაწილეებს. საპოლიციო ძალებმა მათ ამის საშუალება არ მიცეს, გაანადგურეს რა თავად კონსტრუქცია ამ კარვისა, თუმცა აქცია გრძელდება და პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ უკმაყოფილებას იმის გამო, რაც ხდება არა მარტო ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, არამედ მთლიანად საქართველოში.